იცხოვრე და იაზრუნე ჯანსაღად 21 საუკუნეში. მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლები წამახალისებელ კონკურსში ერთვებიან. მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიუმჯობესონ ინგლისურ ენაში სმენის და საუბრის უნარი. საკუთარი შეხედულებებით დასვან და განიხილონ 21 საუკუნის ყველაზე საჭიროებო საკითხები ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის სფეროში. კონკურსი საგანმანათლებლო რესურს ცენტრის და ადგილობრივი მმართველობის მიერ არის ორგანიზებული, სადაც მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები. ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინიციატივით და ადგილობრივი მთავრობის ჩვენი რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ჩვენს რაიონში ტარდება კონკურსი ინგლისურ ენაში სახელწოდებით იცხოვრე და იაზრუნე ჯანსაღად 21 საუკუნეში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქონდა ნებისმიერ სკოლის, საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს და მათ ამ კონკურსის საშუალებით მიეცათ საშუალება რომ გამოავლინონ მათი კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება, თუ რამდენად თავისუფლად და დამოუკიდებლად შეუძლიათ თავიანთი აზრის გამოვლენა და გამოხატვა ინგლისურ ენაზე. კონკურსი 3 ეტაპად ტარდება. პირველი ტური წერითი სახისაა. მეორე ტური ზეპირ გასაუბრებას მოიცავს, ეგრეთ წოდებულ ინტერვიუს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებთან. მესამე ტურში კი კონკურსის მონაწილეებს ინგლისურ ენაზე შესრულებული პროექტის საპრეზენტაციო პროგრამის წარდგენა ევალებათ. პირველ რიგში მადლობა მინდა მოვუხადო ამ ზესტაფონის გამგეობას და რესურს ცენტრს ასეთი კარგი პროექტისათვის. რაც შეეხება თვითონ პროექტის მიმდინარეობას, იგი საშუალო სირთულის იყო და ძალიან მომეწონეს. მეორე ტურშიც გადავედი და საკმაოდ წარმატებულად იმასკენ გამოვედი. თქვენ პირადად რა წერეთ? პირადად თემა დავწერე და ახლა გასაუბრებიდან მოვდივარ. რა თქმა უნდა, ამისანი ღონისძიებები ეხმარება ინგლისურის პოპულარიზაციას და რაც უფრო მეტი და მეტი ჩატარდება, მით უფრო კარგი იქნება, ბავშვები უფრო მეტად გაიღრმავებით ცოდნას და რა თქმა უნდა, ისიც არის, ახალისებებიც არის. ჩვენი ცოდნის გამოამჟღავნებთ და დაგიფასდება რა თქმა უნდა ცოდნა. თქვენ პირველი ტური წარმატებით კი, პირველი ტური წარმატებით გადავახე. კონკურსის მონაწილეთა შედეგებს უცხოელი მოხალისე პედაგოგები აფასებენ. კონკურსში 45 მოსწავლე იყო ჩართული, მათგან მეორე ტურში გადასვლა 29 მოსწავლემ მოახერხა. ქალის სიცოცხლის საწყისი. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაზაფხულის დადგომა და დროის პირველი დღესასწაულები ერთად მიულოცეს ღონისძიების მთავარ ადრესატებს ქალბატონებს, რომლებიც არამარტო მოწვეული სტუმრების რანგში იყვნენ. ყველა მათგანი იმავდროულად საღამოს მონაწილეც იყო გარკვეული დატვირთვით. ჩვენ გადავწყვიტეთ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად მოვფერებოდით ქალებს. საზოგადოდ ყველა ქალს იყო სხვადასხვა თარიღები, მარტის თვეში იყო 3 მარტი, იყო 8 მარტი, მაგრამ ეხლა აპრილია, ძალიან ლამაზი თვე გაზაფხულის, როცა ყველაფერი ყვავდება, გრძნობები მოდის და ამ გრძნობებს თან ახლავს ქალისადმი სიყვარული. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო სხვა გარემოში, სალონურად მოვფერებოდით ქალებს. და ეს ღონისძიებაც მიუძღვენით გაზაფხულს და ქალებს. მოწვეული გვყავს ზესტაფონის ცნობილი ინტელიგენცია, აქ არიან პოეტები, მწერლები, მოვიწვიეთ აგრეთვე გმირი ქალბატონი ნუცა არდაშელია, რომელიც მთელმა საქართველოს სულ რამოდენიმე ხნის წინ გაიცნო, როგორც გმირი, იმედის გმირი და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები. სალონური ტიპის შეხვედრა მოწვეულ საზოგადოებას უამრავი სასიამოვნო წუთის გახსენების საშუალება მისცა. ქართველი ქალისადმი, დედისადმი მოწიწება და პატივისცემა ქართველი კაცის ღირსეული ტრადიცია და ეს არასოდეს დაეკარგოს ქართველ კაცს. ქალებს კი უსურვებ მუდამ გაზაფხულით აფეთქებული ყოფილიყონ და ჯერ გაზაფხულის შემობძანება დღეს კი არა, 100 წლის შემდეგაც მომელოცოთ ქალბატონებისათვის. დღევანდელი დღესასწაული, ნამდვილი დღესასწაულია, ქართველი კაცის გარჯა იწყება გაზაფხულიდან, სიმღერა გაზაფხულიდან მოდის და რა მთავარია, სიყვარული გაზაფხულიდან მოდის და სიყვარული ხომ თავად ღმერთია.
საღამო 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ის მხატვრული ნომრებითაც უხვად იყო გაჯერებული. მსგავსი ტიპის სალონურ ღონისძიებებს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ხშირად მართავენ. როგორც ლელა ფერაძე ამბობს, მორიგი საღამო წიგნის დღესასწაული იქნება, რომლის დროსაც ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდიც გარკვეულწილად შეივსება. ქვეყნის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ზესტაფონმა ზუგდიდის ბაიასთან მატჩი ფრედ 1-1 ითამაშა. იმერულ მეგრულ დაპირისპირებაში ანგარიში მასპინძლებმა მე-15 წუთზე ნიკაშონია ზუსტი დარტყმით გახსნეს. მარგველებმა ანგარიშის გათანაბრება 42 წუთზე გიორგი ონიანის თავური დარტყმით მოახერხეს. ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში 39 ქულით ზესტაფონი ლიდერობს. უახლოესი მდევარი მეტალურგი მას 35 ქულით მოსდევს. რაც შეეხება მომდევნო მატჩებს. ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრა საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი 6 აპრილს შინ გამართავს. კლუბი გორის დილას დაუპირისპირდება.